ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ვარ თავისუფალი და მაქვს კრეატიულობის გამოჩენის საშუალება. მე ვარ ნიკოლოზ გერგედავა, ციფრული მარკეტერი და ვმუშაობ სოციმედია მენეჯერად. სანამ ციფრულ მხარეში გადავიდოდი, მანამდე ვმუშაობდი ავტოსკოლაში თეორიის მასწავლებლად და ვმუშაობდი ღვინის კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად. ვატარებდი ხშირად სხვადასხვა საღამოებს, გაცნობით შეხვედრებს ღვინის შესახებ, ასევე მიწევდა კომუნიკაციას სხვადასხვა კომპანიებთან და მომხმარებლებთან. შევამჩნიე, რომ კომპანია ვერ იქნება წარმატებული თუ არ აქვს კარგი სოციმედია მარკეტინგი. სწორედ ამან გამოვიწვია ჩემი დაინტერესება ამ სფეროთი, ციფრული მარკეტინგი ვისწავლე სქილულში, რომელმაც მომცა საკმაოდ დიდი ცოდნა, როგორც Facebook-ის Ads მენეჯერის განხრით, ასევე Instagram-ის განხრით. ბევრი სხვა დეტალი შემოსწავლა, თუნდაც ვიზუალის აწყობის მხრივ, თუნდაც Facebook-ის რეკლამირების მხრივ და თუნდაც სოციმედია კონტენტის შექმნის მხრივ. ლექციების გარდა ასევე გვქონდა ვორქშოპები. შეგვეძლო რომ ლექტორთანაც ჩაგვენიშნა შეხვედრა და ის კონკრეტული პრობლემა, რომელიც ჩვენ იმ მონაკვეთში გვქონდა, ძირეულად აღმოგვეფხვრა. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ ჩემი პროფესია სოციმედია მენეჯმენტს დავუკავშირე, იმიტომ რომ ეს პროფესია მაძლევს საშუალებას, რომ როგორც ვიმუშაო თუნდაც ოფისში, ასევე თუნდაც პარკში ვიმუშაო, თუნდაც კაფეში მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც სახლიდან შევასრულო ესა თუ ის კონკრეტული ტასკი. ამასთან, პროფესია არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და მაღალი მოთხოვნაც არის ბაზარზე და დღესდღეობით კომპანიები ხვდებიან იმას, რომ თუ არ ყავთ სოციმედია მარკეტერები, ისინი ვერ განვითარდებიან და ვერ მიაღწევენ იმ სანატრელ მიზანს, რომელიც მათ კომპანიას აქვს. ამ პროფესიას ჩემთვის ის უპირატესობა აქვს, რომ მე არა მხოლოდ საქართველოში შემიძლია ვიმუშაო, არამედ შემიძლია რომ სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ მარკეტინგულ კომპანიაში ვიმუშაო, ან ნებისმიერ უცხოურ ფირმასთან მქონდეს კომუნიკაცია და მათ გაუწიო სოციმედია მენეჯმენტი. სოციმედია პლატფორმებისთვის დიზაინის შექმნისთვის საჭიროა სწორი ფოტოშოპის და ილუსტრატორის გამოყენების ცოდნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ახალი პროფესია დავემატებინა და მესწავლა გრაფიკული დიზაინი და UX UI დიზაინიც. ამ შემთხვევაში უკვე საშუალება გვაქვს რომ ყოველდღიური ლექციების გარდა ვორქშოპები გქონდეს, ასევე შესაძლებლობას მაძლევს სქილული რომ მოვიდე ოფისში და ლექტორთან ერთად კონკრეტული პრობლემები აღმოვხვრა და გადავჭრა. ნიკა, როგორც გახსოვს, გუშინ შევეხეთ ჩვენ დიზაინ სისტემას, თუ რამხელა როლი აქვს ზოგადად მუშაობის პროცესში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დღეს მინდა რომ დეტალურად ჩავშალოთ და უშუალოდ ვისაუბრო იმაზე თუ როგორ ხდება სისტემაში ფერების და არა მხოლოდ ფერების, ზოგადად ტიპოგრაფიის, კომპონენტების და ასე შემდეგ სისტემაში შენახვა. ინსტრუმენტები თავიდან გადიან გრაფიკული დიზაინის მთავარ ელემენტებს, ეხებიან როგორც ილუსტრატორს, ასევე Photoshop-ს. ამ ნაწილის დასრულების შემდგომ ვეხებით UI, UX ნაწილს. პირველი ეტაპი ეს არის UI დიზაინის გაცნობა, user interface-ი, რაც გულისხმობს ზოგადად პლატფორმის გარეგნული იერსახეს, ხოლო UX-ი ეს არის user experience-ი, ანუ მომხმარებლის გამოცდილება. და ვსწავლოთ თუ როგორ ხდება აი ამ ორ სფეროს შორის ბალანსი და იმის გააზრება, რომ ეს ორივე სფერო ერთმანეთის გარეშე ვერ სუნთქავს. დაახლოებით 200-ზე მეტ სტუდენტთან მქონდა უკვე შეხება ამ კურსებზე. ბოლო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა განსაკუთრებით UX UI სფეროში და ამ მიმართულებით. გრაფიკული დიზაინის შესწავლის პარალელურად გავდივარ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში სტაჟირებას, რომელიც არის ტანსაცმლის ბრენდი, სადაც ვაკეთებ სხვადასხვა დიზაინებს და ვმუშაობ ამ ბრენდის განვითარებისთვის. იმ მიღებული ცოდნით, რაც აქამდე დავაგროვე და იმ ცოდნით, რასაც ახლა ვეუფლები, ვთვლი რომ მომავალში საკმაოდ აქტუალური იქნება ჩემი პროფესია და უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება ბაზარზე, იმის და გამო რომ ციფრული ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ვფიქრობ რომ ციფრული სფეროს განვითარებას მომავალშიც მარტივად დავუწყო ფეხს.